სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გადაამზადებენ კარდიოლოგიურ ცენტრში. მედიკოსებს ორგანულ კარდიოვასკულარული პათოლოგიების მართვა შეესწავლიან, რაც კარდიოლოგიაში ცოდნის გამყარებას შეუწყობს. ხელსწრესვე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ტრეინინგები ექიმებს დაეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება ადეკვატური და თანამედროვე გაიდლაინებზე დამყარებული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ, რომ მაქსიმალურად მყარი და ეფექტური იყოს კავშირი ჰოსპიტალამდელ და ჰოსპიტალურ დახმარებას, სამედიცინო დახმარებას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისათვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს ადგილზე ძალიან ოპერატიულად პრეჰოსპიტალურ ეტაპზე კონკრეტული საკმაოდ რთული კარდიოლოგიური მიმართულებების დიაგნოსტიკას, რა თქმა უნდა შესაბამისად ადეკვატურ რეაგირებასაც, რაც აუცილებლად აისახება პაციენტის სწორ მკურნალობაზე და კარგ შედეგზე. ჩვენ პაციენტებს ხშირად აქვს კარდიოლოგიური პრობლემები და ხვდებით ასეთ პაციენტებს მისამართზე, ამიტომ აღნიშნული ტრეინინგი დაგვეხმარება როგორც პრაქტიკული, ასე თეორიული გამოცდილების შეძენაში და მოახმართ ჩვენს პაციენტებს. ახლა კი ეთერში ჩემს კოლეგა გიორგი გულბანს დაუთმობ, რომელიც ტრადიციულად სპორტის სიახლეებს გაგვაცნობს. საღამო მშვიდობის გიორგი. საღამო მშვიდობის. ახლა სპორტში ახალი და საინტერესო